ჰარი პოტერში არის ძალიან მაგარი მომენტი, როცა ჰარი შეიძლება მოხდარიყო ან გრიფინდორში, ან სლიზერინში, ანუ ქუდი ეუბნებოდა, რომ სლიზერინიც მოგიხდებაო და როცა მეორე წიგნში დამბლდორს ეკითხება, რომ იქნებ მე ჩემში ბევრი სლიზერინი არის და ამით გავარ ვოლდემორს, დამბლდორი ეუბნება, რომ თავარი არის არჩევანიო, ანუ შენ ქონდა არჩევანი და შენ ეს არჩევანი გააკეთე. მაგ მხრივ ჩემთვის საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ უფრო ღირებულიც კი არის და ბრძოლა ევროპისთვის, ვიდრე რაც ესპანელებს და იტალიელებს, ანუ ეს ბრძოლა მაგრივ არ ქონიათ, ანუ ისინი შუაგულ ევროპაში არიან და ეს კითხვის ნიშანი არ დამდგარა. საქართველოს, რომელიც როგორც ქრისტიანულ სამყაროს ნაწილი, სულ იბრძოდა საუკუნეების განმავლობაში, რომ ამ სივრცეს არ მომწყდარიყო და რეალურად ნაწილობრივ მოწყდა საბჭოთა პერიოდში და 90-იან წლების დაწყებაში ჩვენ არ გვინდოდა და არ გქონდა გაცხადებული ევროპაში გვინდა. აი ბოლო მე-14 საუკუნე ჩვენ რაც ვაკეთებთ, ქართველების ბრძოლა რომ ისინი გახდნენ ევროპული სამყაროს ნაწილი, მათ მუღამ იმაში რომ ჩვენ რო ეს ბრძოლა დავივიწყოთ, ჩვენ რო ხელი ჩავიქნიოთ, ჩვენ არ ვიქნებით ევროპის ნაწილი და აღარ ვიქნებით ევროპელები. ანუ ეგ არის ამნიშნული რომ ჩვენ შემთხვევაში ჩვენი არჩევანი, ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანი არის გადამწყვეტი. ანუ რასაც გვაბრალებენ რომ იქ რაღაცა მარიონეტები ხართ და იქ დასავლეთიდან რასაც გეუბნებიან იმას აკეთებთ. სინამდვილეში პირიქით არის. ანუ ჩვენ რადგან გვინდა და ჩვენ რადგან ამისთვის ვიბრძვით, ჩვენ ამას მივაღწიეთ. ანუ პირიქით არის ყველაფერი.